ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი Mountain Whitney შემოვიდა. ხომალდი ბათუმს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მისი მიზანი საქართველოს სანაპირო დაცვის კომბინირებული წვრთნების მართვა, ასევე ნატოს მოკავშირეთა საზღვაო ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით ალმებით სიგნალების გადაცემის წვრთნებია დაგეგმილი. ამერიკელ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი პოლკოვნიკი ყობა ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში საღამოს 6 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართება, სადაც ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მოვა. დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენელი სტუმრად მთავრობის სახლში და ბათუმის მერიაში იმყოფებოდნენ. გემი Mountain Whitney საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 3 დღეს გაჩერდება. ჩვენი ვიზიტი არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი მაჩვენებელი და დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წვრთნები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს და აჭარის მთავრობას გულითადი მასპინძლობისთვის. გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და ამერიკას და ნატოს შორის ურთიერთობებში, ეს სხვადასხვა მიმართულებით აისახება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და ეს გამოხატულება იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს ყველა მიმართულებით თანამშრომლობა და ერთ-ერთი მიმართულება არის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენთან ტრადიციაა, რომ სხვადასხვა დროს შემოსული გემები მერია მასპინძლობს მას. ძირითადი მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ ქალაქი, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მოკლედ ავხსნათ იმ პროგრესზე, იმ სტრატეგიაზე, მიმართულებებზე და იმ პროექტებზეც, რომელიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა არა მარტო სამხედრო მიმართულებით, არამედ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების პროგრესულად განვითარებისათვის.